ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. გამოძიების მტკიცებით ისინი სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო ჩანაწერებს. დაკავებულთა შორის არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი დები ინგა და ირმა ხოროიშვილები, მომღერალი გიორგი გასვიანი, აგვისტოს ომის მონაწილე ორი ჯარისკაცი და ისიც, ვინც გამოძიების მტკიცებით ჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა. სალომე უერთაშვილი შემოგვიერთდება დეტალებით საქალაქო სასამართლოდან. ლუკა, საქალაქო სასამართლოში ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაზე და შენახვისთვის დაკავებული პირების აღკვეთ ღონისძიებაზე ამ წუთებში მსჯელობენ. სულ დაკავებულია 17 პირი, თუმცა ამ წუთებში 9 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობენ. მანამ სანამ სხდომა დაიწყებოდა, ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებულების ახლობლებს. აქ ადგილზე იმყოფებოდა გირჩის ლიდერიც ზურა ჯაფარიძეც და მისი განმარტებით დაკავებულებიდან 3 პირი გირჩის აქტივისტია, როგორც ახლობლები განმარტავენ, დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან იმ ბრალდებაში, რომელიც მათ მიმართაა წარდგენილი. მაგალითად, ერთ-ერთის ახლობელი აცხადებს, რომ მის ძმისშვილს მეგობარმა ვიდეო ჩანაწერი ღამის საათებში გაუგზავნა, მას ჩანაწერი არ შეუნახავს, არც წაუშლია და მეორე დილით ის უკვე დააკავეს. შესაბამისად, ახლობლების განმარტებით მას არ ჰქონდა დრო იმისთვისაც, რომ ჩანაწერი წაეშალა. სწორედ ამიტომ აცხადებენ ახლობლები, რომ დაკავებული პირები უდანაშაულონი არიან იმ ბრალდებაში, რომელიც მათ მიმართაა წარდგენილი. ბავშვმა მიიღო მეგობარი გოგოსგან ღამე მესიჯის სახით, რა ვიცი, გადმოგზავნილი. ნახა ჩვეულებრივად და არც გაუცელებია არაფერი და დაწვა მის შემდეგ. არის დაფიქსირებულია ყველაფერი მაგათ საქმეში. დილას მოვიდნენ 800 შეერაღებული პიროვნებები. დაადგენდა წაიყვანენ ბავშვი თავის კომპიუტერით, თავის ნოუთბუქით, ყველაფრიანა შენახვის თემაზე არის დაკავებული. მეგობარიც დაკავებული. ზუსტად დავალდებათ წარდგინი ყველაზე არ ვიცი, იმიტომ არ გვაქვს ინფორმაცია, ყველასთან ვერ მოვახერხებთ კომუნიკაციის დამყარება, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინი ამბობენ, რომ მათ უბრალოდ მიიღეს ინბოქსში ეს ფაილები და მათ შორის მათ ნაწილს ნანახიც არ აქვს საერთოდ ეს ფაილი. ამიტომ ეს ბრალდები, რომელსაც საჯაროდ აცხადებენ, არის იქიდან გამოწვეული, ცხადია, უნდა დაისაჯოს ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ატვირთა ეს ფაილები და რომელიც მასობრივად გაავრცელა, თუ სახელმწიფო აპირებს დასაჯოს ყველა ადამიანი, ვისაც ეს ფაილი მიიღო და ვინც ეს ფაილი შეიძლება ნახა, მათ მოუწევს ათასობით ადამიანის დარჩა. თავარი არის პოლიტიკური მიზანი. ვიღაცას უნდა და ამ ფაილის გამოყენება პოლიტიკური მიზნების. ის არის დასაჯელი. თორე ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკები და უამრავი ათასისულელი გასაგებია, ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ეს აქციელი, ჩემს დამორალური აქციელი, მაგრამ ამის გამო თუ ადამიანების დარჩა დავიწყებ დასაჯელი არ ამ ქვეყანაში კიდევ უფრო 10,000 ადამიანი მასში. და თუ არჩევენ ამ 10,000-დან 16 ადამიანს, ეს არის შეჩევით სამართალი. რაც შეეხება დაცვისა და ბრალდების მხარეს, უფლებადამცველები დღეს შუამდგომლობად დააყენებენ, რომ დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე იყვნენ გათავისუფლებულები, თუმცა თუ კი მოსამართლე მათ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებენ, ისინი ალტერნატივად მოითხოვენ, რომ გირაოს სანაცვლოდ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. უფლებადამცველებიც აცხადებენ, რომ დაკავებულები უდანაშაულონი არიან წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა დღეს მოითხოვს, რომ დაკავებული 6 პირის მიმართ მოსამართლემ გირაო გამოიყენოს შუამდგომლობის სახით, დანარჩენი 3 პირის მიმართ კი პატიმრობა. როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, ამ 3 პირმა მოახდინა ვიდეო ჩანაწერის გავრცელება, 6 პირს კი ეს ჩანაწერი გადაუგზავნეს პირად მიმოწერაში და მათ ჰქონდათ ჩანაწერები შენახული. როგორც პროკურორი განმარტავს, ყველა იმ პირს, ვინც ჩანაწერი მიიღო, მათ ჰქონდათ გონივრული ვადა, რომ მიემართათ საგამოძიებო უწყებისთვის ეცნობებინეთ ეს ინფორმაცია, თუმცა მათ ეს არ გაუკეთებიათ. მობილური ამოღებული კომპიუტერი არა დააკავებულია ჭიათურაში, დაკრძალვაზე იყო ჩასული ჭიათურაში, იქ დააკავეს და ჩამოყარა. აღმოაჩინა, მე შემდგომ წავიდა იქ, ახლა აღმოაჩინა და რამდენიც ძალიან ზურმანა. რატო ედავებიან? ანუ ნიშნავს რომ გააცაა. ზოგადად პრიმა, პირველი ნაწილიც აქვს პრიმა ნუხს და მეორე ნაწილიც. და მეორეს რატო ედავებიან მაშინ? ჯგუფში ჩააგდო. დააკავეს ის დიდი საათებში, საღამოს მიიღო ეს ინფორმაცია თავის მობილურ ტელეფონში და მას აცკაცნობია რა იყო, უბრალოდ შეხედა და ბავშვები ყავს, შვილები და იმას ემსახურებოდა თავის ოჯახში. და როდესაც აპირებდა მეორე დღით რომ ნახა, დააკავეს. რა ინფორმაცია იყო?
არაფერს არც იცოდა რა იყო მიღებული და საერთოდ რას ნიშნავდა ესე თანამშრომელმა სისხლისამართლის დანაშაულის ნიშნებით არ არსებობს და ჩემი აზრით დღეს გადაწყდება რომ მას უნდა მოეხსნას ეს აღკვეთი ღონისძიება ეს უკიდურესი ზომა და შემდეგ კი გამოძიების დროს დადასტურდება რომ ის არის უდანაშაული გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია ამ შემთხვევაში პატიმრობა ხოლო იმ პირების მიმართ რომელმაც უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს აღნიშნული პირების მიმართ მოთხოვნილია გირავო პატიმრობა უმეტესობა მათგანი ასე ვთქვათ თვითონ ცდილობდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის მოპოვებას არიან ადამიანები რომლებმაც მიიღეს მეგობრებისგან და სხვადასხვა პირებისგან და აღნიშნული ჩანაწერი უკანონოდ შეინახეს არ განაცხადეს პოლიციაში და ჰქონდათ საკმაოდ დროის განმავლობაში YouTube-ზე ვიდეო არის თუ არა ის რაიმე სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელი ან მოქმედი ის არის ერთ-ერთი კერძო დაწესებულების თანამშრომელი. ვერ გეტყვით ნამდვილად დეტალებს გამოძიების ინტერვიუში. ეს ვიდეო როგორ მოხდა? კონკრეტულად რა ხერხით როგორ მოხდა, ვისგან მიიღო აღნიშნულმა პირმა ვიდეო დეტალებს ნამდვილად ვერ გეტყვით გამოძიების ინტერვიუში. დღეს მეორე ნახევარში სასამართლო ასევე იმსჯელებს დანარჩენი 8 პირის აღკვეთ ღონისძიებაზე. ამ 8 პირში არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ასევე ის პირი, რომელმაც ჩანაწერი ატვირთა YouTube-ზე, როგორც პროკურორმა განმარტა, ეს პირი ერთ-ერთი კერძო დაწესებულების თანამშრომელია. სალომე უერთაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.